მე ვარ ნუგზარი ზნელაშვილი, რუსთავიდან მებაღე. მე წინა გადაცემაში წარმოგიდგენთ მიჩნეული ზამთრის ბაღი, რომელიც როგორც ზამთარშია ლამაზი, ასევე ზაფხულშია ლამაზი. დღეს მინდა გითხრათ, წარმოგიდგენოთ ალპინარიუმი. საერთოდ ბაღები პატარაა თუ დიდი, აუცილებლად უნდა იყოს მასში ალპინარიუმი, მიქსბორდერი, ბილიკები გაკეთებული, ჩანჩქერი, ტბა, მოსასვენებელი კუთხე. მე ამჟამად წარმოგიდგენთ ჩემს პატარა ალპინარიუმს, რომელიც 2 წელია რაც გავაკეთე. მე პირადად ძალიან მომწონს და ჯერჯერობით მის გადაკეთებას არ ვაპირებ. ის გავაკეთე შემდეგნაირად. გავასუფთავი ტერიტორია, ქვეშ ხრეში უნდა დაყაროთ, რომ წყალი გაატაროს ნიადაგმა და დავიწყე ქვების დალაგება. აუცილებელი ერთი დომინირებული ქვაა. და შემდეგ ქვები თითქოს ბუნებრივად, როგორც ხდება ბუნებაში, ისე უნდა იყოს განლაგებული, ჩამოყრილი. ასევე სასურველი ერთი დომინირებული მრავალწლიანი წიწოვანი მცენარე. ამ შემთხვევაში კანადური ნაძვი კონიკა. აგერ აქვე არის პატარა ჯუჯა ნაძვი, რომელიც ზამთარში წითელი ფერი მიიღო და ძალიან ლამაზი იყო. კონსტრუქციის შექმნისთვის გავაკეთე ასევე კანადური ნაძვი კონიკა. აქვე არის კაზაკური ღვია, ვერცხლისფერი, რომელიც ძალიან ლამაზია. ქვები უნდა იყოს ქაოსურად დაყრილი. მე ეს მულჩი აგერ თეთრი კროშკას რომ ეძახიან, ზედაფრის ხალის, მე ეს ეხლა გავაკეთე. შეგიძლიათ ეს არც გავუკეთოთ და პირდაპირ სწორად იყოს. ოღონდ გამარგოლა უნდა ძალიან ბევრი შრომა უნდა, რომ სარეველები არ იყოს. ადრე იყო ასეთი აზრი, რომ ალპური ჯიშის მცენარები უნდა ყოფილიყო აუცილებლად. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ნებასურვილით გააწყოთ მცენარეები. გარდა იმისა, რომ ფიჭვი, ნაძვი, ტუია, კიპა თქვენ გააკეთოთ თქვენი ნებასურვილით, აი მაგათაც მე ცინარერია გავაკეთე. ბზა გააკეთოთ დარგად, სპირია შეიძლება გააკეთოთ. აგერ ეხლა ყვავის მთელი ზამთარი ყვავის ერიკა, რომელიც ძალიან ლამაზი არის. ლამანდა როზმარინი დაამატოთ, ჩიტავაშლა, გინდა სწორდგომი, გართხმული, რა ვიცი როგორ გნებავთ, აბელია. თქვენი სურვილის მიხედვით ჭაობის ბალახები მაქვს მიაგავს, სურვილის მიხედვით შეგიძლიათ გააწყო. გარდა მაგისა მე შემოვიტანე ელემენტი, ქართული ელემენტი, რა ვიცი, აგერ მე მომავალში გაჩვენებთ ისე ქვევრი, ჩანჩქერი და არწივი გავაკეთე, რომელიც ჩემი ბაღის დარაჯად აღიქმება. და საერთოდ სასურველია ნებისმიერ ბაღში გქონდეთ გაკეთებული მინიატურული ბაღის დარაჯი. მე ამას წინდელ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც გავიმარჯვე ამ ნომინაციაში ჩემი ბაღის დარაჯი. აქვე შემოტანილი მაქვს ძალიან მომწონს იაპონური ელემენტები, წინა გადაცემაშიც გაჩვენეთ. ბონსაი ნივაკს ვაკეთებ ამით. ძალიან ცუდი შეხედულების არის, მაგრამ მერწმუნეთ რამდენიმე წლის მერე იქნება ულამაზესი სწორმდგომი ბონსაი ნივაკი იაპონური ელემენტით. აი ეს ბაღი არის გაკეთებული 2 წლის. შეგიძლიათ ალპინარიუმი, იგივე როკარიუმი, იგივე ქვის ბაღი მოაწყოთ სულაც პატარა, აი აივანზე მოაწყოთ, ან პატარა ყუთში მოაწყოთ. და სასურველია, როგორც აღნიშნეთ, პატარა ქვები, ქაოტურად გაწყობილი ქვები. და პატარა სუკულენტები შეგიძლიათ გააწყოთ, პატარა ნიადაგფარავი ბალახები. მერწმუნეთ ძალიან ისიამოვნებთ და ძალიან დიდ სილამაზეს შემოიტანს თქვენს ოჯახში. ეს არის ჩემი პატარა ეს არის ჩემი პატარა ბაღი. მოგიწოდებთ, რომ თქვენც ასევე გააკეთოთ. დანარჩენი მოგახსენებთ შემდეგ გადაცემაში. მადლობთ ყურადღებისათვის. გააკეთეთ ქართული ბაღები, გაალამაზეთ და გაამწვანეთ რუსთავი.